ეთერში ვარ. მოგესალმებით ბატონებო, მინდა გითხრათ, რომ მეორე ბლოკის პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ ჩვენი სახალხო დამცველი ბატონი გიორგი ტოღუში. დიდი მადლობა მინდა გითხრათ ბატონ გიორგი ჩვენთან სტუმრობისათვის. გულწრფელად გეუბნებით, ძალიან ბევრი და ბევრი პრობლემა არის ქვეყანაში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. მე უბრალოდ ორ საკითხზე მინდოდა პედალირება და თქვენი მხარდაჭერა და თქვენი თანადგომა დამერწმუნეთ ძალიან ბევრ და ბევრ ადამიანს წაადგება ამ ეტაპისათვის. მოხდა ისე, რომ სულ შემთხვევით აღმოჩნდი ამ ქეთევან წამებული 71 ნოემბერთან პირდაპირ გეტყვით მანქანა გამიფრჩა და იქ ხელოსას მივადეკი და იქ რაც მე ვნახე, არის თუ ნახეთ ჩვენი გუშტილი საინფორმაციო 25 ოჯახი ტოლულები ცხოვრობენ შენობაში, ყოფილი სამხედრო რაღაც ნაწილი იყო იქ და შუქი არა აქვს, იცით ბატონ გიორგი, წყალიც არა აქვს და ბუჩქებია მათი ტუალეტი. რაღაც საზიზღრობა, საშინელი ანტისანიტარია, საშინელი სიბინძურე, 14 ოჯახი არის ყოფილი ვეტერანები, თავდაცვის სამინისტროს იმაში ირიცხებოდნენ ადრე და ახლა პენსიაზე გასული ხალხია და არა აქვს, იცით, არც წყალი აქვს, არც შუქი აქვს და წარმოიდგინეთ, ელემენტარულად, მაცივარიც შესაბამისად არ ექნება. საკვებს როგორ ამზადებენ, რო განახათ, გული გაგისკდებათ. არ ვიცი, ახლა შეიძლება მჟელობის საგნად არც იქცეს 25 ოჯახის სტატისტიკურად არაფერი არა, მაგრამ ეს ადამიანები არიან ბატონ გიორგი და ჩვენი მოქალაქეები არიან და საქართველოს მიერთებულია ძალიან ბევრ კონვენციას, რომელი კონვენციაც გარანტირებულ უფლებებს აძლევს ტოლულებს, რომ უარეს თუ არა უკეთესი პირობები ქონდეთ. მე ვაპატიეთ, ვიღაც სოციალია ყოფილა იქ მაჟორიტარობის კანდიდატი ნაციონალებიდან. რო ნახე ეს საღორეა რა ფაქტიურად. გამგეობას მიმართეთ. გამგეობას არ აინტერესებს. იმას სამინისტროს, მათ სამინისტროს არ აინტერესებს. მართლა უცნაურ დღეში არიან. არის ახლა ილუსტრაციისთვის უგნებავთ აგერ ბატონ დავით, მე სიუჟეტიც ნანახი მაქვს და კი, რა თქმა უნდა, მე მგონი დილით ვნახე თუ არ ვცდები გარდა ამისა. საშინელი სიტუაცია. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ ეს არ არის მხოლოდ ერთადერთი ობიექტი, მათ შორის დევნილთა მდგომარეობა ყოველთვის იყო პრიორიტეტი სახალხო დამცველის ოფისისთვის და წელს პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ მოვიძიეთ დამატებით რესურსები იმისთვის, რომ ყველა კომპაქტური ჩასახლება, სხვათა შორის გაფანტულია მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, თბილისში რო არის რამდენიმე ობიექტი, გაცილებით მეტია დასავლეთ საქართველოში და 5 ადამიანი დამატებით მოგვიწია აგვეყვანა იმისთვის, ევროსაბჭო მოგვეხმარა სხვათა შორის, რომ ყველა კომპაქტური დასახლება შეგვესწავლა დეტალურად, იმიტომ რომ არა ხშირად რომ არ მოგმართავენ მთელი რიგი პრობლემების გამო და რჩება რაღაცა ყურადღების მიღმა. ბატონო გიორგი, მაბადეთ, პრეზიდენტზე ხუჯერ მიუწერია წერილი. ხუჯერ, რამდენი ციფრი არის და აქ რა ხდება? კიდევ ერთხელ გეუბნები, შეიძლება სტატისტიკურად 25 ოჯახი არაფერიც არ იყოს. და იქ კიდე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ოჯახი ცხოვრობს. ახლია, იცით, ფანტასტიკური სიცხე არის. ადამიანებს შუქი არ აქვს. კონდიციონერზე ლაპარაკი ზედმეტია, მაცივარზე რაღაცა ტაშტებით მოქონდათ გვერდით და კორპუსი და მან არის სისტემურად შევხედოთ ამ პრობლემას. ეს არ არის მხოლოდ კონკრეტულად კომპაქტური ჩასახლების პრობლემა. მან რაღაც რამდენიმე მიზეზია, რაც იწვევს. პირველი ის არის, რომ გარკვეულად რამდენიმე ობიექტის ბედი არის გაურკვეველი და დევნილებს არ აქვთ არანაირი ინფორმაცია იმაზე, რა ბედი ელით, მოხდება თუ არა პრივატიზება მათი ობიექტის. არ არის გაკეთებული ამის შედეგად ინდივიდუალური გამრიცხველიანობა. არის როგორც ხვდები რაღაცა ჯამური მრიცხველი, ეს იწვევს ძალიან ბევრ. გარდა ამისა ძალიან ბევრ დევნილ სამწუხაროდ არ აქვს ინფორმაცია საკუთარ უფლებებზე, გარდა ამისა ხშირია, როდესაც მათი წერილები რჩება უპასუხოდ სამინისტროს მხრიდან. ძალიან ბევრი წერილია, რომელიც ასევე გაიგზავნა სახალხო დამცველის აპარატიდან და დღემდე პასუხი არ მიგვიღია ძალიან ბევრ მნიშვნელოვან თემაზე. ასე რომ მე ვაპირებ რაღაცნაირად ამ მდგომარეობას მივხედო და ვაპირებ ასევე რომ შევხვდე მინისტრს და გავესაუბრო ამ პრობლემებზე, იმიტომ რომ როცა ჩვენ არ გვპასუხობენ, ეს უკვე წარმომიდგენია რა ხდება რიგითი ადამიანების მიმართ. აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს რამდენიმე თემა დაგროვილი და სხვათა შორის სექტემბრის თვისთვის ვაპირებთ გავაკეთოთ სპეციალური ანგარიში დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, რომელშიც შევა აღწერა
თითოეული ჩასახლების მდგომარეობა. სხვა შორის ძალიან საინტერესოა ეს თემაც, რომ დევნილთა 60% დაახლოებით ცხოვრობს კერძო სექტორში. ეს არის ნაქირავები, ბინები, ზოგი ნათესავთან არის, ზოგმა მოახერხა და შეიძინა საცხოვრებელი. ჩვენ რა თქმა უნდა მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რომ მათი მდგომარეობა შევისწავლოთ. თუმცა რაც შეეხება კომპაქტურ ცენტრებს, ყველაზე გვექნება შესაბამისი შეფასებები და რეკომენდაციები. ჩვენი მიზანი არის ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ აი ეს პრობლემები, რომლებიც კომპაქტურ ცენტრებს ეხება, რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს. აი შეიძლება ეს თქვენი პრეროგატივაც არ არის წესი და რეგიტი, ტოლთა და განსახლების სამინისტროს პრეროგატივაა, მაგრამ ახლა ზათვალწუნებული ყავთ ეს 25 ოჯახი. მე მართლა გეუბნებით, არავის არ ვიცნობ იქ. მე გვირდებით, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევ ზუსტად ამ ჩასახლებას, თუმცა თეთრან წამებული 71 რა თქმა უნდა, ჩვენი პრეროგატივა არანაირად არ არის არც ელექტროენერგიით უზრუნო, თუმცა რაც შეეხება უფლებათა დარღვევის კონკრეტულ ფაქტს და ამის შეფასებას, ეს არის მათი უფლებები. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ფაქტს განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ, თუმცა მე როგორც ვიცი ერთ-ერთი სწორედ თემა, მე არ მხოლოდ და მხოლოდ ამ დასახლებაზე არ ვსაუბრობ. ეს არ არის ერთი ინდივიდუალური პრობლემა. იგივე სხვა ჩასახლებებშიც არის მსგავსი პრობლემები და საკმაოდ გახშირებული, ასე რომ. დახმებით, ყოველ შემთხვევაში ზაფხულია, ბატონ გიორგი, ახლა ახალგაზრდები კი ვართ, მაგრამ ჩვენც ხო ვიცით რა სჭირდება ოჯახს. ანტისანიტარიის კერა მაშინ წარმოიქმნება, როდესაც წყალი არა. თუ ადამიანმა უკაცრავად ხელი არ დაიყვანა, სხვა ჩასახლებებშიც პრობლემებს, საიდანაც ნაგავი არ გადის ჩემ ანგარიშია მოხსენია ეს პრობლემა. ეს არ ეხება თქვა დევნილების ძველ ნაკადს, ეს უფრო ახალ ჩასახლებებზე იყო საუბარი, თუმცა რა თქმა უნდა, რამდენიმე კომპაქტური ცენტრის პრობლემა რჩება და სასწრაფოდ არის მოსაგვარი. წყალი მაინც უნდა მისცემ, ბატონ გიორგი, მე არ ვიცი. ეს რაც სასიცოცხლო მნიშვნელობის არის, რა თქმა უნდა, ეს არ ეხება მხოლოდ წყალს, ეს ეხება იგივე ელექტროენერგიას, იგივე გაზმომარაგებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისად. ცხადია ეს, როდესაც გამოწვეულია თქვა გარკვეული სისტემური პრობლემით, ეს უნდა დაექვემდებაროს აღმოფხვრას და არ უნდა იყოს საუბარი გამუდმებით ამ ტიპის პრობლემას. იქ ხა მე გავიგე ვიღაც ლევან თარგამაძეს შეუსყიდია ის სამხედრო ნაწილი, რა ვიცი, ამბობენ რომ 20 მილიონად ვეჭობ, რომ ვინმე დღეს 20 მილიონი რამეში გადაიხადოს, მაგრამ დოკუმენტები რაღაცა მაჩვენეს ეს ამონაწერი და თუ გაიყიდა ერთი ტოლულებიანად გაყიდვა არ მესმის. მაშინ მას უნდა დაკმაყოფილდეს მას შესაბამისად ადეკვატურად. არ აკმაყოფილებს ის ვიღაც ინვესტორი. სახელმწიფო სხვაგან უნდა მოუზრნოს ამათ ადგილი. მე ვფიქრობ, აი ძალიან ბევრი უფლებები, ფუნდამენტალური უფლებები დარღვეულია იქა და ბევრი ყოფილა თქვენ თავად ბრძანებ და ნუ აი ყველა პრობლემა უნდა გადაიდოს გვერდზე და წყალი მაინც უნდა ჩაუწოდოს. იგივე კომპენსაციების თემაც. თუნდაც, რა თქმა უნდა, იგივე რა თქმა უნდა. აი ხო ესეც სიდუხშირეში არიან, ახლა ნათუხის ბაზარი იქვეა ახლოს და ესე იგი რაღაცა ხუხულა აქვს და იმ ხუხულას ტიხრავენ, რომ 60 გააქირავონ პატარა ოთახი ღამის გათენებაზე იქ ბაზრობის მუშაკებს, რომ ამით შეინახონ თავი. მსგავსი სიდუხშირე მე არსად არ მინახავს. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი განცხადებლების ძალიან დიდი ნაწილი სწორედ დევნილი მოსახლეობა. ძალიან ხშირად მოგმართავენ ჩვენ სხვადასხვა საკითხებზე, თუმცა რა თქმა უნდა ამაზე დეტალურად ჩვენ ყოველთვის საუბრობთ ჩვენს ანგარიშებში, მაგრამ ძალიან ბევრია ეს ინდივიდუალური პრობლემები დაგროვილი, ეს არ ეხება მარტო თბილის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ ის ორგანო, რომელიც თავად უნდა აგვარებდეს, თუმცა ჩვენი ძირითადი მოვალეობა არის ის, რომ შესაბამისად, თქვათ ხელისუფლების ორგანოებს მივცეთ შესაბამისი რეკომენდაციები და მოვითხოვოთ მათგან რეაგირება, რასაც ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ. აი თქვენ გიაკეთებთ, მაგრამ ის სამინისტროს სიტყვის მე ბიუჯეტით ესა მაქვს თანხა გამოყოფილი არ ეყოფა ყველას. რიგში ჩადგნენ. ჯამში ესე იტყვიან. აგერ ახლა აქ მაქვს ინფორმაცია წეროვანში, აგერ წეროვანის დასახლებაში მცხოვრებმა დევნილებას შესაძლოა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვან. დევნილების პრობლემებით დაინტერესდა აგერ რამდენიმე ის სააგენტო და მართლა ენგრევად სახლებ. ეს ხო პრობლემა კი, ამათ წყალიც აქვს, ისიც აქვს, მაგრამ დაუსაქმებლები არიან. რითი იხადო ზოგადად სოციალურ-ეკონომიური ფონი რომ ძიმეა, შესაბამისად ეს აისახება დევნილ მოსახლეობაზეც, მაგრამ აქ კიდევ ერთ საკითხი თქვენ რაც ახსენეთ ეს პრობლემა, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აქ არის პირველ რიგში პრობლემა დაკავშირებული პრივატიზებასთან, რომ დაუკანონდეთ მათ და მე რამდენადაც მოვისმინე, დაპირდნენ, რომ ეს ძალიან მალე
მალე გაკეთდება. ამას უნდა მოყვეს ინდივიდუალური გამრიცხველიანება. გარდა ამისა, გარკვეული თანხა, რომელიც ეძლევა დევნილებს ელექტროენერგიის გადასახადის დასაფარად, ესეც გასათვალისწინებელია და თქვენ რაც ახსენეთ ახლა თემა, არაერთ ჩასახლებაში არის პრობლემები. განსაკუთრებით ახლა რა თქმა უნდა სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა არასახარბიელოა თან ძალიან. ჩვენ ადგილზე დავდივართ ამ ჩასახლებებში, გვაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, დევნილ მოსახლეობასთან, იქ დგას არაერთი პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს, იმიტომ რომ თქვათ არის მთელი რიგი ჩასახლების პრობლემა, როდესაც ბავშვები სკოლა მოშორებითაა და ვერ დადიან, იმიტომ რომ სპეციალური ტრანსპორტი არ არის და თქვათ 3-4 კილომეტრის გავლა უწევთ ყოველ დღე ფეხით. სხვადასხვა თემებია და აგროვე ზოგან ნაგვის გაუტანლობა, იყო პრობლემები იგივე სახლის საცხოვრებლის ხარისხთან დაკავშირებით. მესმის რომ ეს გარკვეულ სახსრებთან არის ყველაფერი დაკავშირებული, თუმცა ცხადია რომ ამ ადამიანებს გარკვეულწილად უნდა შვება მიიღონ და ეს პრობლემები ეტაპობრივად კი არა, მე ვიტყოდი ძალიან მოკლე დროში უნდა მოგვარდეს როგორც პრიორიტეტული თემა. ისმინათ, ყოველ შემთხვევაში თუ კი თქვენ ამას ადევნებთ თვალს და თქვენ თავად ბრძანეთ რომ ძალიან დიდ ყურადღებას უთმობთ ჩვენ, რა თქმა უნდა ძალიან ხშირად ჩვენ გვთხოვენ რომ თავად მოვაგვაროთ მათი პრობლემები, თუმცა თქვენ ციცით რომ ჩემი უფლებამოსილება რით შემოიფარა. თუ ჩვენ არასწორ შეფასებას მივცემთ რამეს, რა თქმა უნდა, ცხადია რომ ეს ჩვენი შეცდომა იქნება, თუმცა როგორც წესი ვცდილობთ რომ ვიყოთ ძალიან ადეკვატურები. დიდი მადლობა აი ამ განმარტებისთვის. ყოველ შემთხვევაში თქვენ აგერ დაპირდით განმაყურებლებს რომ მინისტრთან საუბრის დროს ამ კეთილად წამებული 71 ნომერს შეახსენებთ, მათ ძალიან კარგი იქნება, მართლაცოდოები არიან. ჩვენი მოქალაქეები არიან და კანონით და ძალიან ბევრ კონვენციას მიუერთეთ, სახელმწიფო ვალდებულია მათზე იზრუნოს. ბატონო, ამას არ სჭირდება ვთქვათ იგივე საერთაშორისო ვალდებულებების მოხსენება, დევნილი მოსახლეობა ისეთივე ნაწილია საქართველოს როგორც ყველა დანარჩენი და შესაბამისად მათ ფარველობს საქართველოს. სახელმწიფო შესაბამისად, რა თქმა უნდა, გარდა იმ დამატებითი ვთქვათ პრივილეგიებისა და გარკვეული შეღავათებისა, რაც მათზე ვრცელდება, შესაბამისად ისინი დაცული არიან ყველა იმ კანონით, რომელიც მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე. ძალიან გამიხარდება გია ბატონო, თუგი გიორგი ბატონო, თუგი უახლოეს დღეებში წყალს მაინც ჩაურთავენ ამ მაცხოვრებლებს, იქ რაღაც 40-მდე ოჯახია. არ შემიძლია არა კითხოთ, გუშინ ქალბატონი იყო შემოსული ჩვენთან ეთერში და მე საჯარო რადგან ითქვა, სწორედ ამიტომაც გახსენებთ, ქალთა კოლონიაში ადამიანები წვანან და წამლების შეტანა არ შეიძლება. მე ახლა მართა არ ყოფილვარ იმ ზემაში, ქალთა მეხუთე საპროფილეში, არ ვიცი დეტალები, მაგრამ ვიცი რომ აფთიაქები არსებობს, კერძო აფთიაქები ციხეებში და რომ გავიკირვე, არ არის თურმე მიწოდება წამლებისა არ ახდება ავადმყოფებთან. მართალია თუ არა და იყო გარკვეული სამუშაოები დაწყებული იმ კუთხით, რომ დაწესებულებების ტერიტორიაზე გახსნილი იყო აფთიაქები. თუმცა ბოლოს რომ მოვიკითხე ერთ-ერთ დაწესებულებაში ეს აფთიაქი რაღაცა პროცესში იყო მის ფორმირება. ანუ ჯერ იქ რა თქმა უნდა წამლები შეტანილი არ იყო, თაროებს ალაგებდნენ როგორც მითხრეს. თუმცა ეს არ ეხება ყველა დაწესებულებას. მე დეტალურად შემიძლია მოვიკითხო რა მდგომარეობა ამ კუთხით ქალთა დაწესებულებაში, თუმცა რაც სამედიცინო მომსახურებას შეეხება, ქალი პატიმრების მიმართ ყოველთვის უკეთესი მიდგომა იყო და გაცილებით უფრო უკეთესი მდგომარეობა ვიდრე ვთქვათ სხვა დაწესებულებებში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს იყო ვთქვათ ყველა სტანდარტთან შესაბამისად. ბატონო გიორგი, ჩემს პატესნებაში ეჭვი არ შეიტანოთ, მე რაც იმ ქალბატონმა პირდაპირ ეთერში ბრძანა, იმას გიყვებით. იგი ახალი გამოსულია და გვარები დაასახელა, წოლიარი ავადმყოფები არიანო და წამლები არ შეგვიძლია. ზოგადად წამლის შეტანა პრობლემაა. სიტყვა ახსენა სადისტი ექიმებიო. მე შორსავარ იმ ქალბატონის აზრი გავიზიარო. არის შეზღუდვები დაწესებული, რაც ქმნის პრობლემებს. აი წამლების მაგალითად თუ არ ვწდები კაფსულაში მოთავსებული წამლის შეტანა აკრძალულია, იმიტომ რომ სხვადასხვა ბატონო, აქ არის მარტივი გამოსავალი. თუ გარედან ვერ შედის, უნდა თავად უზრუნველყო იმ მედიკამენტების მიწოდება პატიმრებისთვის. ხო, ცხადია და ჯერ ისევ ვალდებულება აკისრია ამ კუთხით სახელმწიფოს და ჯანდაცვის მომსახურება, ეს არის სამინისტროს დაქვემდებარებაში და მათ უნდა უზრუნველყონ ყველა იმ მედიკამენტით მომარაგება, ვთქვათ, ავადმყოფი პატიმრის, რომელიც მის ნორმალურ მკურნალობას ესე. თუმცა, რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჯანდაცვა ზოგადად რჩება ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ
პრობლემად სისტემაში. მიუხედავად მთელი რიგი ზომებისა, რომელიც იდგმება. იგივე რაც შეეხება არასაკმარის სამედიცინო სპეციალისტების რაოდენობას, მათ კვალიფიკაციას, მთელ რიგ სხვადასხვა ასპექტებს დაწყებული დოკუმენტაციის წარმოებიდან დამთავრებული მომარაგებით, რა თქმა უნდა, გაზრდილია მკვეთრად თანხები, რომელიც იხარჯება მედიკამენტებზე, თუმცა თუ ვინმე გადაშლის სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშს, დაახლოებით 100 გვერდამდე ეთმობა სწორედ ჯანდაცვის კუთხით მდგომარეობას, სადაც არის ძალიან სერიოზული კრიტიკა. დაწესებულებების მითითებით მთელი რიგი პრობლემების. აი ხა SMS-ი მოვიდა რუსთავის პირველი მასში გადაყვანილი პატიმრებით, თუ ინახულეთო და რა მდგომარეობაში არის. ეს იმყოფებოდნენ და გუშინ ჩემი თანამშრომლები. ვიცი რომ იყვნენ იქა და რა შედეგები ჩამოიტანეს, ანგარიში ჩამოიტანეს რა. მე ვესაუბრე მათ, რა თქმა უნდა, წერილობითი ანგარიში ჯერჯერობით არ არის, იმიტომ რომ გუშინ მოხდა მოგვიანებით მონიტორინგი. ესაუბრენ გადაყვანილ პირებს. რამდენიმე მათგანმა მიუთითა, რომ უხეშ მოპყრობას ჰქონდა ადგილი გადაყვანის პროცესში, იყო საუბარი. თუმცა ახლა რო გითხრათ რომ რაღაცა კატასტროფული მდგომარეობა და მასიური ცემ პატიმრებს არ დაფიქსირებულა გადაყვანის პროცესში. გაზვიადებული იყო ჩემი აზრით, იმიტომ რომ მდგომარეობა რთული არ იყო, როდესაც ჩვენ შევედით დაწესებულებაში. ეს მე რაც ვიცი, თქვათ ზოგადი ინფორმაცია, როდესაც მე ვესაუბრე ჩემ თანამშრომლებს. თუმცა რამდენიმე პატიმარმა მიუთითა, რომ მათ მიმართ არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი ტრანსპორტირების და გადაყვანის პროცესში. დიდი მადლობა. ყოველ შემთხვევაში ეგ 71 ნომერი კეთილმოწყობილს არ ვიცი, მე თუ თქვენ გიხდიან მადლობას, ყოველ შემთხვევაში მადლობა მოსახდელი იქნება თქვენზე, რადგან თქვენ ეს ოფიციალურად ამ საკითხს დაუყენებთ მინისტრს. სოდვები არიან სიცხე, აი აუტანელი სიცხე უწყლობა. არა, აუცილებლად გარდა ამ საკითხის თქვათ ინდივიდუალურ დონეზე დაყენებისა, ჩემი მოვალეობა ისიც არის, რა თქმა უნდა, რომ ჩვენ არ დაველოდოთ თქვათ ესეთ სიუჟეტების გასვლას და უშუალოდ ცალკეული რეპორტაჟის მიძღვნას, ზოგადად, როდესაც ჩვენ სრული სურათი გვექნება და უკვე თითქმის მზად არის ნაწილი ამ ანგარიშის, მე მინდა რომ ამ პრობლემებს მიეხედოს სისტემურად და ეს არ იყოს რაღაცა თქვათ სპონტანური გამოხმაურება მთელ რიგ კახი, დიდი მადლობა აი ამ ამოწურავ ინფორმაციისთვის. ცოტა დრო რჩება, მაგრამ არ შემიძლია არა კითხოთ, აი გალის რაიონში რამდენიმე სახლი გადაუგავთ აფხაზ რაღაც მოიერიშებს, რაღაც უცნაური. რაღაც ოპერაცია ჩაატარეს. აი, ახლა მესმის რომ რაღაც ოფიციალურ დონეზე იქ რაღაც ჟენევაში ვითომ საკითხი დადგება, მაგრამ ესეთ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა აი, როდესაც რაღაც შურიზება ყოფილა ვიღაცა აფხაზი პოლიციაი თუ ვიღაცა მოუკლია თუ რაღაცა და აფხაზებმა შური იზიარეს და გარშემო ყველა ქართული სახლები გადაწყვეს. ეს ბარბაროსობაა ჩემი საზრით. სამწუხაროდ ეს არის უხეში დარღვევა ყველანაირი ნორმის. ეკება რაღაც საერთაშორისო ხმაური აგეტეხად და მიგემართათ ყველასთვის რომ აი ესე იქცევია. ეს არის ველურობა. ნაცისტები აკეთებდნენ ესე იტალიაშიც, სხვაჯერს იუგოსლავიაში თუ ერთი გერმანელი მოკდებოდა 30 და დაეხოცა და დაეწვა სახლკარები. რა ველურობა არის ესა და აი რაღაცა რეზონანსული განცხადება რომ გააგეკეთებინა და მიგემართათ ყველა ევროპელი სახალხო დამცველისათვის. არაერთი ფაქტი იყო უშუალოდ გალის რაიონიდან, როდესაც მე მოვახდინე. არა, მე გეუბნებათ, რაც მე მახსოვს არსოს. კი, მაგრამ ესეთი მძიმე ფაქტი არ დაფიქსირებულა თქვათ იგივე ბოლო 1 წლის განმავლობაში. მე უფრო უკან ახლა ვერ წავალ. თუმცა ცხადია, რომ ჩემ ხელთ არსებულ მექანიზმებს მე ვიყენებ ყოველთვის და იგივე ყოველთვის ინფორმაციას ვაწვდით ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ბატონ ჰამარბერგს, რომელიც ძალიან დაინტერესებულია ამ თემებით, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს. თუმცა, რა თქმა უნდა, მე მაინც და მაინც დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ მაქვს ამ ფაქტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან უყურადღებოთ მსგავსი ფაქტები არც ერთი ზონიდან, კონფლიქტის ზონიდან არ რჩება. და ამას უფიქსირებთ ყველას. რა თქმა უნდა. ეს შეკითხვა მაქვს. მე და თქვენ შაშავი საუბრეთ თუ არა ვსწრებით თუ გაზაფხულზე. აი არ შეგიძლიათ რომ აი თუნდაც აი ეს ფაქტი მე მგონი ხა ზურგაში მოხდა ეს 10-მდე სახლი გადაუწვიათ. აი ეს რომ მე ლუკის მისეროთ რუსეთის სახალხო დამცველს. იცით რა არის ხა მოდი ასე ვთქვათ რომ ჩემს მაინც ამოსავალი წერტილი არის ის რომ არ მინდა წერილის გამო მიწერა. იქიდან გამომდინარე რომ მე მაინც ვთვლი რომ ამ რეალურ სიტუაციაში წინასწარ შეიძლება კაცმა გათვალოს რა პასუხს მიიღებ იქიდან. მაგრამ თქვენ თუ გაუგზავნით ამ წერილს დავუშვათ რუსეთის სახალხო დამცველს, უკრაინის სახალხო დამცველს, ბელორუსის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის და ესენს ყველა წერს,
არ შეიძლება რომ ამას არაპირდაპირი გამოხმაურება ანუ რა თქმა უნდა რუსეთის სახალხო დამცველს რაც შეეხება შეიძლება იმაზეც ვისაუბროთ რომ თქვა ეფექტურ კონტროლს რაც შეეხება ამ ტერიტორიებს და უშუალოდ როდესაც მათი ჯარი დგას ამ ტერიტორიაზე თუმცა მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ომბუდსმენის ინსტიტუტი არის იმდენად სპეციფიური ამ კუთხით რომ დაახლოებით ახლა არ მინდა მაგრამ წინასწარ ვიცი რა პასუხი მოყვება ამას თუმცა რა თქმა უნდა ინდივიდუალურად საუბარიც შეიძლება ახლა მე არ მაქვს არანაირი ესეთი ოფიციალური ურთიერთობები თუმცა ყოფილა რომ საერთაშორისო ფორუმებზე ვთქვათ იგივე ხდება ხოლმე წელიწადში ერთხელ ორჯერ ეძახიან ომბუდსმენებს ამ საკითხების დაყენება. რა თქმა უნდა, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ამით არ ინტერესდება, იმიტომ რომ ომბუდსმენი მაინც მოდი ესე ვთქვათ, თავის ნაჭუჭში მყოფი პირია, რომელიც რეალურად საკუთარ ტერიტორიაზე უყურებს. მე რა თქმა უნდა როგორც საქართველოს ომბუდსმენი ორივე ოკუპირებულ ტერიტორიას მოვიაზრებ როგორც ჩემი ქვეყნის განუყოფელ ნაწილს, თუმცა რამდენად აინტერესებს ეს თემა სხვა ქვეყნის ომბუდსმენებს, აგითხრათ, ცოტა სკეპტიკურად უყურებთ მე ამას. იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხარო ის არის, რომ საერთაშორისო მექანიზმებიც ძალიან მწირია, რომელსაც შეგიძლიათ ქმედითი ღონისძიებების გაიგო არაეფექტურებია. მე არ მეზარება ხოლმე საუბარი იგივე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან არაერთი შეხვედრა გქონდა, როდესაც მთელ რიგ პრობლემებზე იგივე გატაცებულ ქართველებზე აქტიურად ვიყავით ჩართული, მაგრამ იმდენად პოლიტიზებულია ეს თემა, რომ სამართლებრივ ჩარჩოებს ძალიანად გაცილებულია. ხდება მე ვაჭრობის საგანი, ამ ხალხის გათავისუფლება იგივე და სამწუხაროდ, როდესაც ხედავ, რომ კედელს ეჯახები, მე შენც უკვე ვცდილობ კონცენტრაციას სხვა სახის პრობლემებზე მოახდინო, სადაც შეიძლება ჩათვალო, რომ უფრო ეფექტური ხარ. აი ეგ არის თორე დანარჩენი. დიდი მადლობა. სამი წუთი დარჩა. გია ბატონო, აი ამ ზაფხულს რა გეგმები აქვს სახალხო დამცველის საპარას და რა არის თავარი ორიენტირი, რას მიაქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას? მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პრიორიტეტი პირველ რიგში ვახსენე მე არის დევნილთა უფლებებზე ანგარიშის დასრულება, გარდა ამისა ვამზადებთ სპეციალურ ანგარიშს საჯელ ახსულებაში ჯანდაცვის უფლების მდგომარეობაზე. ეს არის ძალიან დიდი ნაშრომი, რომელიც ვფიქრობ, რომ უფრო ადრე იქნება მზად, ვიდრე შემოდგომა, მაგრამ სექტემბერში გვინდა, რომ გამოვაქვეყნოთ, ვინაიდან ზაფხულიცით შედარებით მიძინებული პერიოდია ხოლმე ქვეყანაში ყველა ისვენებს. გარდა ამისა, ვიწყებთ მონიტორინგს სრულ საჯელ ახსულებს დაწესებულებების თავიდან ბოლომდე, გვაქვს ამაზე გამოყოფილი სპეციალურად სახსრები და კიდევ ერთი დეტალური მონიტორინგი ჩატარდება მთლიანად. ამას გარდა რა თქმა უნდა მე ველოდები როდის დამიძახებს საქართველოს პარლამენტი რომ პლენარულ სხდომას წარუდგინო ჩემი მოხსენება ვინაიდან მე მქონდა საკომიტეტო მოსმენა მაგრამ არ გამართულა ჯერ პლენარული სხდომა რომელზეც მე დამიძახებენ და ვიმედოვნებ რომ ეს არჩევნები იყო არიცალად ხო ეხლა არჩევნები აღარ არის და მე დიდი იმედი მაქვს რომ მალე მოხდება სახალხო დამცველის მიწვევა სხდომაზე მე რო არ მოგატყუოთ მოხსენება მომზადებული მაქვს და ველოდები საკითხული მაქვს უკვე რამდენიმეჯერ და გასწორებული აქედან გამომდინარე როგორც კი მეტყვიან მე მზად ვარ მივიდე და ველოდები სხვა შორის როგორც წავიკითხე ბიუროზე ყოფილა ამ საკითხის განხილვა გუშინ დაუყენებია ბატონ გიას ეს საკითხი თუმცა კონკრეტული პასუხი მე ჯერ არ მაქვს და გაურკვევლობაში ყოფნა ცოტა მძიმეა მე მირჩევნია რომ თარიღი ვიცოდე რომ ჩემი განრიგი მოვარგო დასვენებას დიდად არ ვაპირებთ მინდა გითხრათ პირველ რიგში რა თქმა უნდა და გარდა ამისა რამდენიმე ღონისძიება იგეგმება სტუმრები ჩამოდიან ჩვენთან ევროპის საბჭოდან აპირებენ ჩვენთან ერთად რაღაცა სწავლების ჩატარებას საჯელ ახსულების დაწესებულებების მონიტორინგის კუთხით და ჩვენთვის ეს ძალიან კაი გამოცდილება იქნება და მინდა გითხრათ რომ დარჩენილია კიდევ ვთქვათ იგივე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე რომელსაც ვსწავლობთ ვთქვათ ზოგი 7-8 ტომისგან შედგებოდა და მინდა რომ დროულად მივაწოდოთ ჩვენი დასკვნა მხარეებს რომელსაც გამოგვიგზავნა ეს საქმე და ჩვენი დღიური რუტინა რა თქმა უნდა მინდა გითხრათ ეხლა რომ დათვალოთ დღეში რამდენი განცხადება შემოდის და რამდენ განცხადებას სჭირდება რეაგირება ესეც ცალკე თემაა ვაპირებ ასევე გარკვეულწილად რაღაც რეგიონებსაც ვეწვევ რასაც მუდმივად ვაკეთებ სხვათა შორის იმიტომ რომ რა თქმა უნდა წარმომადგენლები 6 ადგილას ყავს თუმცა მაინც ძალიან მნიშვნელოვანია რომ მე პირადად ჩავიდე საქართველოს რეგიონებში და გავეცნო იქ არსებულ მდგომარეობას სხვათა შორის ხვალგეგმავ რო გურიაში ჩავიდე და მაქვს კიდე რაღაც გრაფიკი გარკვეული შედგენა. ხელი ზაფხულის მიღვა დაზაფხული ზაფხულის. არა, რა თქმა უნდა, ხა ჩვენ დაწესებულებისთვის ზაფხული ზამთარი იშვიათად არსებობს. არა, თუმცა რა თქმა უნდა, მინდა გითხრათ, რომ დინამიკაში ახალი წლის წინა პერიოდში და შემდგომ და ზაფხულში ივლისავე განცხადებების რაოდენობა იკლებს ხოლმე. და შორის არჩევნების წინაც მკვეთრად დაიკლო, იმიტომ რომ ყოველთვის სტატისტიკას უყურებ, რამდენი შემოდე წინასწარ ვი. თუმცა, როდესაც იკლებს განცხადებების რაოდენობა, იცლი ხოლმე, რომ სხვა რაღაცებს მიხედო, რაც დაგროვებულია. აქედან
გამომდინარე, ესეც პოზიტიურია გარკვეულწილად. გასაგებია, მადლობა მინდა გითხრათ, გიორგი ბატონო, დიდი მადლობა, რომ გვესტუმრეთ და აი თქვენი ესე ვთქვათ, საქმიანობის ორიენტირების საზაფხულო გვახსნეთ. დიდი მადლობა, რომ გვესტუმრეთ, ბატონო გიორგი ტოღოში გახსნა ჩვენი სტუმარი, ჩვენი სახალხო დამცველი, პრობლემები მართლა ძალიან ბევრია და ეცადეთ, რომ ბევრმა და ბევრმა კვალიფიციური ინფორმაცია მიაწოდოთ სახალხო დამცველის აპარატს, დამერწმუნეთ, შედეგი აქვს, ყოველ შემთხვევაში კონტროლზე მაინც იქნება თქვენი პრობლემა აღვანილი. მადლობთ, რომ გესტუმრეთ, დაგვალოდეთ ბატონებო, მცირე რეკლამა და ბატონი სოსო ცინცაძე გვეყოლება სტუმრად, აგერ ფიგარომ ძალიან საინტერესო სტატია გაგვიმზადა პარიზი თბილისთან ურთიერთობებს აგვარებს. შევხედოთ, როგორ გვიგვარებენ პარიზში ურთიერთობებს ქართველებს. დაგვალოდეთ.